ისტორიული მნიშვნელობის პროექტი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ოფიციალურად გაიხსნა. აღნიშნული ხაზი 2017 წლიან სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებდა. ამ პერიოდში თითქმის 2 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა. როგორ გააუმჯობესებს პროექტი საქართველოს გამტარუნარიანობას და რა როლი აქვს რკინიგზას შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში დეტალებით ქრისტინე გამთენაძე გვერდება ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. მაია, გამარჯობა. როგორც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე აღინიშნა, ახალი სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთი რეგიონში განხორციელებული ერთ-ერთი უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომლის სიგრძე მარაბდიდან თურქეთის საზღვრამდე 180 კილომეტრს შეადგენს, საიდანაც რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 153 კილომეტრ ლიანდაგს და აშენდა 27 კილომეტრის სიგრძის ახალი თანამედროვე სტანდარტების სარკინიგზო ხაზი. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით, რომელიც 2017 წლიდან, როგორც აღინიშნა, დღემდე სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებდა, საპილოტო რეჟიმში გადაზიდულია 1,800,000 ტონაზე მეტი ტვირთი, მათ შორის 90,000-მდე კონტეინერი. ამ პერიოდის განმავლობაში მკაფიოდ გამოიკვეთა სატვირთო გადაზიდვების მზარდი დინამიკაც. 2025 წელს საქართველოს გავლით ჩინეთიდან და ყაზახეთიდან კონტეინერული გადაზიდვები ჯამში 33%-ით არის გაზრდილი. ეს სარკინიგზო ხაზი შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია. შუა დერეფანს კი ევროპისა და აზიის დაკავშირებადობაში, როგორც მოგეხსენებათ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მარშრუტის სრულად ამოქმედებით სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენი რეგიონის სატრანზიტო შესაძლებლობებს და კიდევ უფრო აძლიერებს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას. ეს პროექტი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს გლობალური გამოწვევებისა და კრიზისების ფონზე, როდესაც საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაცია და უსაფრთხო სატრანსპორტო ქსელები ეკონომიკური განვითარების უმთავრესი წინაპირობებია. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი კიდევ უფრო ახლოვებს ევროპასა და აზიას და აძლიერებს ჩვენი რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას მსოფლიოს სავაჭრო და ლოგისტიკურ ქსელში. ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტზე გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა თითქმის 6-ჯერ აღემატებოდა წინა წლის მაჩვენებელს. ეს მიუთითებს არა მხოლოდ მზარდ მოთხოვნაზე, არამედ მარშრუტის დიდ პოტენციალზეც. ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. მარაბდა კარწახის მონაკვეთის ეფექტიანი მართვის მიზნით დაფუძნდა ერთობლივი საწარმო, ხოლო აღნიშნულ მონაკვეთზე გადაზიდვების ოპერირებას ექსკლუზიურად ახორციელებს საქართველოს რკინიგზა. ბაქო-თბილისი-ყარსი საქართველოს გრძელვადიანი სატრანსპორტო ხედვის განუყოფელი ნაწილია. ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან, აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალთან, რკინიგზის მოდერნიზაციასა და სხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად ეს ქმნის ახალ სატრანსპორტო არქიტექტურას. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულად ამოქმედებით სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონას მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის რეგიონის სატრანზიტო შესაძლებლობებს და აძლიერებს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობასაც. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მოდერნიზაცია არის საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტი, რომელიც ევროპას, აზიასთან აკავშირებს და შესაბამისად ქვეყანას აძლევს დამატებით სიმძლავრეებს იმისათვის, რომ რეგიონში არსებული ტვირთების მომსახურება კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი მუშაობით შევძლებთ, რომ სრულად დავტვირთოთ აღნიშნული სარკინიგზო ხაზი. ზოგადად ძალიან მასშტაბური ღონისძიებები ჩატარდა იმისათვის, რომ მომხდარ იყო რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია მარაბდა კარწახის სარკინიგზო ხაზზე. შესაბამისად, ამ წლების განმავლობაში განხორციელდა არაერთი მასშტაბური პროექტი. გამოვყოფთი ბოლო 1 წლის განმავლობაში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს იმისათვის, რომ სრულ ექსპლუატაციაში შესულიყო აღნიშნული სარკინიგზო ხაზი. ნიშნა ისიც, რომ საქართველოს საკმაოდ აქტიურად განაგრძობს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, საერთაშორისო აეროპორტების გაფართოებასა და მოდერნიზაციას, ავტომაგისტრალებისა და სარკინიგზო ქსელების განახლებას. მადლობა, ქრისტინე გამთენაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.